გამარჯობა ხალხო, ხო ხართ? კარგად. გნაც მოძრაობაზე მინდა გესაუბროთ მოკლედ. დავფიქრდი, დავაკვირდი რა კაროჩე და აიგენი ბობოლა ნაცები და კიდე მაგათი აქტივისტები და აი ვისაც ხშირად ანახებენ ხოლმე საინფორმაციოში. აი რომ მოგვიწოდებენ რაღაც 1000 უბედურობაზე. ბიჭო, ყველანი ეგენი აი ხოშიანად არიან რა მოწყობილი. აი აწყობილია ცხოვრება, ყველაფერი მატერიალურად აი ძალიან კარგად არიან, რბილად რომ თქვა. ხოშიანად არიან რა, აი ჩვეულებრივ რიგით ქართველთან შედარებით აი ძალიან მაგრა არიან რა. ზოგი კიდე უფრო მაგრა არის რა. ძალიან ბევრზე უკეთესად არიან ზმაო და გრიალებენ რა. აი ეგეთები მოგიწოდებენ. რა ვიცი, სასაცილოდ გახადეს ეს ფრაზა აბა ომი გინდათ რომ ვითომ რავი, აი ამ ომისკენ და ამ არეულობისკენ მოუწოდებენ ვინ, ბიჭო, ვინ? არა თუ ომში არ არიან ნამყოფები, ხო, არ უბრძოლიათ. აი ქუჩაშიც არ უჩხუბიათ, აი ერთ-ერთზე კაცი არ ეყოლებათ გალახული რა. კაი, გალახული ჯანდაბას შეიძლება ვერ მოერია, კაი, ყველა ბრუსლი ვერ იქნება. აი, ნაჩხუბი არა აქვს წესიერად რა, კაი, გაილახა, მაგრამ აი მიაწვა იჩხუბ. არა, ესე რო უზავ და რო იჯვამენ. აი ეგეთი ტიპები მოგიწოდებენ. რომ რაღაცა არეულობა და მეორე ფრონტი როგორ მახსოვს 2014 წელი ხო იყო რუსეთმა რო ეს ყირიმი რო ესე თქვათ აითვისა. ხო და ნუ აქ ხო ატყდა ერთი ამბავი და ეს Facebook-ის ლომები ერთ ტელევიზიის ხელმძღვანელია. ხო და რაღაცა თვითონ მეგობრობდით და მან მომწერა რომ სოსო ჩვენო ეხა ტრაკიანი მთავრობა რო ყავდესო 2014-ში. რუსეთსო აქო მეორე ფრონტს გაუხსნიდაო რა. ყირიმი რო წაიღო რუსეთმა ერთი თოფის გაუსროლათ რა. ხო და ტრაკიანი მთავრობა რო ყავდესო ფრონტს გაუხსნიდაო აქო. მაშინ თქვეს, მაშინ იძახდნენ მაგას რა. მერე რამდენიმე წლის მერე რაღაც ერთი პერიოდი ძალიან შეუტიეს რა, იქ მოჭიდავებს, იმებს, ამებს, სახელოვან სპორტსმენებს რა და აუწყეს გინება შტანგისტებს, სამბისტებს, ვიღაცებს და მე ვთხარი შიგ ხო არა გაქვს მეთქი, ბოლო მეთქი რა. აი ეგეთი ტიპები არიან ესე ვთქვათ დიდ გულზე რა. ნუ კლავიატურის ლომები რა. რა ვიცი ხალხო, აი მოწყობილი არიან, ხოშიანად, კიდევ ერთხელ ვიზახი, აი შვენივრად. ჩვენ ვიკითხოთ დანარჩენებმა. რა ვიცი, აბა გაგულავებული არიან, არავინ პასუხს არაფერზე არ ასთხოვს. არიან შვენივრად რა. ამაშია საქმე. იოსებ კობერიძე, ვაჟას კვარტლებისა და ნუცუბიძის პლატოს უპარტიო ტერმინატორი თბილისის საკრებულოში. Пиздец.